განვაგრძობთ მომდევნო თემით და ეს ეხება 4 ოქტომბერს დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს 46 წლის ევა შაშიაშვილს. თქვენ გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ სასამართლოზე გაკეთებული მისი განცხადება, რომლის ჩანაწერები სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ აუკრძალეს მედია სასამართლოში გადაღება. ევა შაშიაშვილი ამბობდა, ცუდად ვერ ვლაპარაკობ, ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ კი ციხეში ჩემს გარდაცვალებას. ეს არის ძალიან მძიმე ისტორია და მე მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს ამ ისტორიის შესახებ, რა ხდება ამ მიმართულებით, ველოდოთ თუ არა, არის თუ არა შესაძლებელი რომ ველოდოთ ევა შაშიაშვილის მიმართ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებას და მის გათავისუფლებას, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. მარიამ ხაჭაპურიძე, ევა შაშიაშვილის ადვოკატი, არის ჩვენი მომდევნო სტუმარი. მადლობა ქაბატონ მარიამ სტუმრობისთვის და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მისი 24 წლის ქალიშვილისთვის, ევა შაშიაშვილის, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად ვერ იარსებებს დამხმარე ადამიანის გარეშე და ეს ერთადერთი ადამიანის არის ევა შაშიაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია. რა შეიძლება მოხდეს ამ მიმართულებით და რა არის თქვენი სვლები? კი ბატონო, მოგესალმებით თემა, თქვენს მაყურებელს მივესალმები. თქვენ ყოველთვის ესწრებით ამ სხდომებს და ცნობილია რომ ევა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თავად ხედავთ და ხილულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყოველთვის, როდესაც ის ამოყავთ სასამართლო დარბაზში, გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მთელი სხდომის განმავლობაში. ევას ეს მდგომარეობა გამოწვეულია როგორც მისი ონკოლოგიური დაავადებით და მე ყოველთვის ხას უსვავ ონკოდაავადების გარდა ევას აქვს ძალიან მძიმე პათოლოგიური დაავადების სხვადასხვა სპექტრი. და იგი ვერ იკვებება ციხის საკვებით, იმიტომ რომ ღვიძლზე აქვს ძალიან მძიმე პრობლემები, ამასთან ერთvis გაუსაძვლელი ნერვიულობა მის შვილთან დაკავშირებით. მისი გოგონა 3 თვის ვადით გახლდათ მოთავსებული სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში და 3 თვის შემდეგ მას ეს ვადა კიდევ გაუგრძელდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევა არის მისი ერთადერთი მხარდამჭერი, ევამ ვერ შეძლო მიკითხება და წამოყვანა და ეს მაქსიმალური ვადა არის 6 თვის. რა მოხდება ეს დეკემბერში? შემდგომ ჩვენთვის ცნობილი არ გახლავთ. ყოველთვის სასამართლოზე მიხარს უსვამ, რომ სახელმწიფომ, როდესაც ევა გაუშვა პატიმრობაში, არ იმშელა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი ყოველგვარი მზრუნველის, ყოველგვარი ნათესავის გარეშე რჩებოდა მიუსაფარი ამ დაწესებულებაში და თუნდაც ყოფილიყო ნათესავი ან ვინმე მზრუნველი, თქვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ევა არის მხარდამჭერი და ისინი მის გარეშე მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. დიახ, თქვენ ხო მიმართეთ შუამდგომლობით, ქაბატონო მარიამ, რა იყო პასუხი? პასუხი იყო ასეთი, ეს გახლდათ მოსამართლე ლელა კალიჩენკო, რომელსაც მიმართა შუამდგომლობით და მან თქვა, რომ სახელმწიფო იზრუნებს მასზე. აი, რაში გამოიხატება სახელმწიფოს ზრუნვა და როგორ მოხდება ეს? ჯერჯერობით კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, ფაქტია, რომ ბავშვი ისევ არის ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ევასთან დაკავშირებით ჩვენს მუშაობას, 800-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა შევიდა მთავარ პროკურატურაში და ყველა მათგანი ითხოვს ევას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კი, და თვითონ აი ესეც უნდა შევახსენოთ მაყურებელს, რომ თავად სასამართლო პროცესიც სხვა ბრალდებულები ვინც იყო, ისინიც კი გამოვიდნენ. სხვა ბრალდებულები, ასევე ქალბატონი ია დარახველიძე, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილი, რომლებიც ამ პროცესის ფარგლებში იმყოფებიან გირაოთი. ითხოვდა ესე იგი ესეთი პრეცედენტი არსებობს და ევაზე მძიმე მდგომარეობა დამერწმუნეთ, რომ იქ სხვას არავის არ აქვს, ისინიც მოითხოვდნენ, რომ ევასთან დაკავშირებით მიღებულიყო რამე სამართლებრივი პროცესუალურად გამართული დაკმაყოფილებულიყო ეს ჩვენი შუამდგომლობა, მაგრამ ასე არ ხდება, თუმცა მოსამართლემ სთხოვა პროკურატურას, მინდა გითხრათ, რომ რაღაც გათვალისწინება მომხდარიყო ევას მდგომარეობის. ჩვენც ვესაუბრეთ საქმის პროკურორ ვაჟა თოდუას, რომელმაც მითხრა, რომ დრო სჭირდება
ამისთვის. შევთავაზეთ ჩვენ როგორც შუამდგომლობა დავაყენეთ გირაოსთან დაკავშირებით 5000-იანი კი ბატონო 5000-იანი გირაოს დავაყენეთ. ასევე უთხარით რომ თუ ბრალდების მხარე განიხილავდა საპროცესო შეთანხმების შესახებ ჩვენს წინადადებას, ჩვენ მზად ვიყავით ამ წინადადებისთვის. პროკურატურის უპირობო მოთხოვნა რომ უნდა მოხდეს აღიარება ბარის ევას მხრიდან. და დამეწმეთ რომ ევას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ ამასაც განვიხილავდით, რომ ევა რომელიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შესაძლებელი იყო თუ არა რომ მას მოიხდინა აღიარება ამ წარდგენილი ბარის. თუმცა ჯერჯერობით პროკურატურის მხრიდან ჩვენ არანაირი წინადადება არ გვაქვს ახლა მოლოდინის რეჟიმში 19 დეკემბერს ევას სასამართლოს ხდომა გვაქვს ჩანიშნული და აი ამ დღეს ველოდები იქნება გადაწყვეტილება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ისიც რომ სხვა ბრალდებულებებზეც იგივე ვითარება, მაგრამ რადგან ეხა ევას უფლებას დამცველი ხარ თქვენ არანაირი მტკიცებულება პროკურატურას მისი დანაშაულებრივი ქმედების არ წარმოუდგენია და რის საფუძველზე ითხოვს ხო რამ ბრალის. კი ბატონო, აქ არის წარმოდგენილი რაღაც რამდენიმე ერთწუთიანი კადრი, სადაც ევა ისროს რაღაც ნივთს. მაგრამ ამ ნივთის როლით რომ ვიღაც დაზარალდა, ან თუნდაც ღობეს მოხდა, ან ევას სურვილი იყო რომ შესულიყო შიგნით და დაეკავებინა სტრატეგიული ობიექტი, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. მე არაერთგზის გავიმეორე სასამართლოს ხდომაზეც რომ ევას ეს ქმედება აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის პროტესტში, რითაც ის აპროტესტებდა თავის მდგომარეობას, რომელშიც იგი იმყოფებოდა და თელმა საქართველოს გაიგო უკვე ევა რა მდგომარეობაშია. ნამდვილად და ზუსტად ამიტომ მინდოდა რომ დღეს დაგვეთმოდ რომ მისი ძალიან მძიმე მდგომარეობისთვის, როგორც თავად მისი ფიზიკური, ასევე მის შვილთან დაკავშირებით და ბოლოს ქალბატონ მარიამ თქვენ თქვით რომ 19 დეკემბერს არის მომდევნო პროცესი. არის შესაძლებელი ამ წინასწარი პატიმრობის გადახედვის სწორედ ამ პროცესზე რა შეიძლება რომ ველოდეთ? მოგეხსენებათ რომ სამართლებრივად ის რომ მოსამართლემ გადახედოს ახლა ევას მდგომარეობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ასეთი პროცესუალურად მოსამართლეს არ აქვს ამის უფლება უმოსილება ვალდებულება უბრალოდ რომ თქვა არ გააჩნია თუმცა თუ პროკურატურა ჩვენს მიერ შეტანილი არავითი განცხადების საფუძველზე დააყენებს შუამდგომლობას, დარწმუნებულება რომ სასამართლო ამას დააკმაყოფილებს. პროკურატურისგან ელოდებით, ანუ ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას. ნახოთ რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია მათთან და შესაძლებელია ეს მოხდეს ბრალის აღიარების გარეშე, რასაც თქვენ ნახეთ, შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების გადახედვა, რა თქმა უნდა, მოხდება ბრალის აღიარების გარეშე. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ იმის საფუძვლით რომ პირველი ევას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მე რომ გავიდა ვადა მისი შვილის სტაციონარში ყოფნის. კი ბატონო, ამ ორი საფუძვლით ბრალდების მხარეს სრულიად საფუძვლიანად, სამართლიანად და კანონიერად უნდა მიემართა აქამდეც და ახლა იმედი მაქვს ახლა მიმართავს და გადაიხედება ეს აღკვეთი ღონისძიების საკითხი. მეორე შემთხვევაში ველოდებით პროკურატურისგან კომუნიკაციას, ეს არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება რომ განიხილოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ, მადლობა. მადლობა თქვენ ევას მხარდაჭერისთვის, თქვენ ტელევიზიას, საზოგადოებას მინდა მადლობა მოგხდეთ. კი ბატონო და ჩვენ ყოველთვის ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალყურს ყველა პროცესს, რა თქმა უნდა და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.